უეცარმა სინათლემ ყველაფერი გადაათეთრა და მერე იყო გვირაბი. დღევანდელი პროფილის გმირებს ამ გვირაბის ბოლო უნახავთ. შემოგვიერთდით. პირველად ცხოვრებაში. ისინი გაამხელენ და ხდება მაშინ, როცა ყველაფერი სრულდება. 2 წუთიანი მოგზაურობა იმ ქვეყნად. გვირაბის ბოლოს. თქვათ მივესალმოთ. ვალერია შიუკაშვილი. ძალიან დიდი მადლობა. ასე მადლობა. ავილებს. ასე ლამაზად ძალიან დიდი ხანია პროფილში არავინ მოსულა. ავილებს დავდებ. თუმცა ალბათ პროფილის მაყურებელი არის გაოცებული. რა კავშირი გაქვს შენ ამ თემასთან? ხო, ალბათ ბევრი ადამიანი იქნება ამ თემით გაოცებული. 3 თვის წინ შენ გქონდა კლინიკური სიკვდილი. ეს ბევრმა არ იცის. კი, არა მარტო კლინიკური სიკვდილი, მანამდე ქონდა 2 ინფარქტი, რომელიც ფეხზე გადავიტანე და შემდგომში მესამე ინფარქტი უკვე აგრეთ წოდებული აბშერნი ინფარქტი, რასაც ქვია, რამაც გამოიწვია ეს. და დღეს გიმუშავებს გულის მხოლოდ 28%. ხო, დღეს მიდგია სტენტები და ნუ რაღაცა ხან უკეთესობა არის და ხან უარესობა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მე ამას საერთოდ ვერ ვგრძნობ. რა მოხდა ვაკო? გავხდი უცებ, ცუდად ამეწვა კუჭი. ანუ გული საერთოდ არ ვდგიოდა, ამეწვა კუჭი. ამ შემდგომში რატომღაც გამახსენდა, რომ ჯანსო კახიძესთან რო უკრავდი ადრე ერთ-ერთ რეპეტიციაზე, ხო, მომითხრეს იქ, რომ აი ესე გახდა ცუდად. ის გამახსენდა რატომღაც. დამისივდა, დამიბუჟდა ხელები. ნუ მე უკვე რომ მოვიდა სასტრაფო და როდესაც წამიყვანეს უკვე შუაგზაში, უკვე ექიმს ვეუბნები, ინფარქტი მაქვს მეთქი, რატო ვეუბნებოდი, ოღონდ არ ვიცოდი. ხო. და არა, ყველაფერი კარგად იქნება, მიმიყვანეს საავადმყოფოში და აი იქ რო მივედი, იქ უკვე გავიდი. რამდენი წუთი იყო კლინიკური სიკვდილი? 3.5 არ ვიცი, დაახლოებით იქ რო ძალიან დიდი ხანი იყო, ეს ვიცი. ხო. და იქ უკვე იცით როგორი სიტუაცია იყო, რომ სანამ იქ წავალთ, ჯვარი ყველას წერია. პროცესი შეგიძლია მომიყვე, რას გრძნობდი? როგორ იყავი? აი თვითონ ის პროცესი, როდესაც მე უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ვხვდები. ამას ხდებოდი? ხდებოდი, კი. და უკვე როდესაც ვიგრძნილო ხელები მქონდა უკვე გამაგრებული. ამას გრძნობს ადამიანი? კი, როგორ, ყველაფერს გრძნობ. და როდესაც უკვე გადადიხარ იქ, მე პირადად იქ რო გადავედი, აი ეს მომენტები რაც იყო, მე იქ ვიცოდი, რომ მე მოვკვდი. ხო, და ხედავდი რამეს, თქვა შენს ხელს თუ ხედავდი? კი, ჩემს ხელს არა. ხო. მაგრამ ნაიჩვე ვიცოდი, რომ აი რაღაცა ეს უკვე მოხდა. მაგრამ აი ანდაზა რო არის არაჩვეულებული, ჯობია ერთხელ ნახო, ვიდრე ადრე 100-ჯერ მოისმინო, ხო? აი ჯობია მართლა ყველამ ერთხელ ნახოს. რატო რას ამბობ? იცით რა, ძალიან კარგი შეგრძნება არის და იმიტომ. სიკვდილი? სიკვდილი, რას ეძახით სიკვდილს? აქ არის სიკვდილი და იქ დაბადება. ხო? კი. მომიყევი რა. ნუ ვეი როგორ რაღაცა გინდათ გითხრათ, რომ თვითონ აი ეს მომენტი რასაკვირველია. ეს გვირაბის ხილვა არა, მქონდა? მე ეს არ მქონია, ეს გვირაბი და ბოლოს განათება და რაღაცა ეს ბევრისგან გამიგია. პირადად მე ვიყავი უზარმაზარი რაღაცა ძალიან დიდი უკიდეგანო სივრცე იყო. ხო. სადაც იცით რა? რა ფერია იქაუროს? ნუ უმეტესწილად დაახლოებით თეთრი, ოღონდ არც თეთრი არ არის. ხო. აი ამ განცდას, აი ესე ადვილად ვერ მოყვები, მაგრამ დაბრუნებისას ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება შენ ცხოვრებაში. ხო? კი, აი იქ კარგად თავს გრძნობდი? მე როდესაც მე ელექტროშოკით გამომიყვანეს. პირველი რაც ჩამეს მაყურში, ანუ რაღაცა კივილ-წივილი იყო, რაღაცა ნუ ეს ყველაფერი სტანდარტული რაც ხდება ხოლმე მაგ დროს და მე ექიმა დალი ტყეშელაშვილმა იყირა ისუნთქე. ხო. იმდენად არ მესიამოვნა აი ეს შეგრძნება, აი იმ სიმშვიდის მერე სადაც ვიყავი. რომ რაღაცა ესეთ შეგრძნება მქონდა, რომ მე არ მინდოდა დაბრუნება. ეს არის შეკითხვა, რომელსაც ალბათ ყველა გისვამს. ყველა, კი, მაგრამ უმეტესწილად ყველა გისვავს და მე არ ჯერათ. და არ არის აუცილებელი რომ მან დაიჯეროს.
ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ნახე ადამიანები, ისეთი ადამიანები ვნახე, ვინც დღესაც ცოცხლები არიან. ხო, და ნუ იქ იყო ექსკურსიასავით იყო პრაქტიკულად და ბოლოს იყო, ნუ რადგანაც ვამბობ, ბოლოს მქონდა ესეთი გუგუნი, აი ძალიან დიდი გუგუნი. აი მსოფლიოს ყველა ორკესტრი რო გააერთიანო, ყველა ერთდროულად რო დალაპარაკოს, ნუ ეძებ ცოცხალს მკვდრებში და აი ეს ხელი მკრეს და აი აქ უკვე გამოვედი, გამოფხიზლდი უკვე სამონტყოფოში. და მე ვნახე იქ ადამიანები, რომლის სულით ვიცი კიდევაც, მაგრამ კომპლექსი მაქვს იმისი, რომ მივიდე და ვუთხრა ეს. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები ყვებიან, რომ მათ ნახეს კარგი სამყარო, 64. შენ ამბობ ნახე ყველა, არა, მე კარგი სამყარო, მე არ ვიცი, მე მხოლოდ 4 წუთი ვიყავ. 4 წუთით ხო არ შემოიფარგლება. ჩემი ტვინი ანუ ექსკურსიაში რას გულისხმობ? ჯოჯოხეთიც ნახე? კი. მე ამართ უკანასკნელ ადამიანსაც, რომელმაც სოფლიო დაანგრია, იმასაც კი არ უჩვე უკმაოდ, რაც დავინახე. ცოცხალი ადამიანები ვნახე, რომ ამბობს გულისხმობ, რომ ისინი ჯოჯოხეთში ნახე? კი. კი, არა მარტო ჯოჯოხეთში, იქაც, რა ქვია იმათ არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ ის ჯოჯოხეთი არის. დარწმუნებული ხარ, რომ თქვა ამ ადამიანებს ის საშინელება არის იქ, სადაც ის სახეები ვნახე. და მახსენდება ნელა-ნელა მეტი და უფრო მეტი. მცდელობა არ გქონია, რომ თქვა შეხვედროდი ამ ადამიანებს და გაგეფრთხილებინა? მე 4 ადამიანს ვთხარ. და რა რეაქცია ჰქონდათ? ისინი შედარებით შეუძლიათ რომ გაიგონეს და არიან ადამიანები, ზუსტად ვიცი, რომლებიც ვერ გაიგებენ და თუ მექნება მე უბრალოდ აგერ ვალდებული ვარ გარკვეულწილად, რომ ეს ვთქვა და შემდგომში მე რასაკვირველია ახლა. რომ გააფრთხილო ისინი? ნუ წესით ალბათ, ყველაფერი არის ალბათ. რა შეიცვალა ამ ყველაფრის მერე? დამოკიდებულება ყველასადმი, ყველაფრისადმი. სიცოცხლისადმი? სიცოცხლეს ხანგრძლივობას მნიშვნელობა კი არ აქვს. სიცოცხლის აზრს აქვს მნიშვნელობა. ხო. თორე ხანგრძლივობას არანაირი მნიშვნელობა. და სიკვდილის აშიშია? არა, რას ლაპარაკობთ? არანაირად. შემოქმედებაში შეიცვალა რამე? მე ძალიან მიკვირს, რომ მსგავსი ჯანმრთელობის მდგომარეობით შენ აქტიურად განაგრძობ შემოქმედებით ცხოვრებას. რატომ? იმიტომ რომ იმ ხელოვნებას ვაკავშირებ იქ რაც მოხდა დაახლოებით აი იმ სილამაზეს შემილია გამოვხატო ჩემ ხელოვნებაში. სიტყვიერად, აი ხო ხედავთ, საერთოდ ვერაფერს ვერ ვლაპარაკობ, რაღაცებს იმაში ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ დროს სიტყვები არ ყოფნის რა უნდა ვთქვა, მაგრამ დაკვრის დროს მე შემილია ეს ემოცია, იმიტომ რომ იქ სიტყვები არ იყო. იქ იყო ის განცდა და მუსიკაში და ხელოვნებაში არის იგივე განცდა. მაშინ მე მინდა გთხოვა ცოტა ხნით დარჩე ჩვენ სტუდიაში და შემდეგ განცდებით აღვაქმევინო რა ნახე შენ იქ. კი ბატონო. და მე მინდა გთხოვა რომ დაუკრა იმ განცდით რომელიც იქ ქონდა თუ ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა. ჩვენ კი გადაცემის შემდეგი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ის 18 წლის წინ დაკარგულ მამას ეძებს და დარწმუნებულია რომ ის ცოცხალია. რადგან როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს საიქიოში მოგზაურობის დროს მას იქ მამა არ შეხვედრია. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლაშა გიორგი პაპუაშვილი. აღამომში დაგვისა. და დიდი მადლობა რომ მოხვედრით. ავიდეთ ეს. ეს არის ძალიან რთული და ძიმე გასაცემებელი. მაგრამ რეალურად გაქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ბრმანაწლავის ოპერაციის დროს გაითიშეთ და იყავით იქ, საიდანაც უკან ძალიან ცოტა ბრუნდება. მოკლედ, გვირაბში ვარ და არა ისეთ გვირაბში, რომელსაც ყველა აღწერს. ძალიან ბევრი განზომილება იყო, მართლა. ეს არ ვიცი რა არის, სიმაღლე, სიგანე და სიგრძე, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. იქ იყო სიგრძესა და სიგრძეს შორის სიმაღლე და ასე შემდეგ. რა ფერი იყო? ფერები იყო უფრო მეტად აი დაახლოებით კრემისფერი. ხო. აქ არიან ხალხის კაფანდრებით, აქ არის ნივთები, რომლებიც ცოცხლები არიან. ეს არის
ლამპა, ტელევიზორი, მაგიდა, სკამი. იქ არ გჭირდება რაღაც ის თქვა, დაждომა გინდა და სკამ შეხედავ, თვითონ მოვა და დაждები. აი შეიძლება ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მე საერთოდ ყოველთვის შთაბეჭდილებების ქვეშ ვექცევი ყოველთვის. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს იყო ჩემ შემთხვევაში. და ერთი სული მაქვს, უკვე ხვდები რა, რომ ეს გვირაბი უნდა გავიარო. და იქ მე ლაპარაკი არ მჭირდება არავისთან, თვითონ ხვდები, ისინიც ხვდებიან, მე რა მინდა და მიუყვები ამ გვირაბს და რაც თავარია, იქ არ არის გრავიტაცია, მიზიდულობის ძალა, ხო? მე შემიძლია გვირაბზე ავიდე და ზევი დავიარო. რო ვატყობდი იქ, რომ დადიოდნენ სხვები, ხო? ნუ მე მიკვირდა ამას მიჩვეულ. ფანტასტიკურად გრძნობდი თავს. ესაა შეგრძნება, აი არ ვიცი, ზღაპარი შეგრძნება. ეს არის ლამაზ სამყაროში მოგზაურობა მართლა. და უახლოვდები გვირაბს, იქ არ იყო ის, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, შეგრძნებით უახლოვდები ამ გვირაბს, თუ ის ბოლო მიახლოვდება თვითონ. ხო. და გავდივარ და ერთი ფიქრი იმის, რომ ეხა უნდა ვნახო მამაჩემი, თუ აქ არის. მამის ისტორია მოგვიყევით. სხვათა შორის მამა იყო ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, რომელიც დაიკარგა 18 წლის წინ. ზვიადის გაყვა გროზნოში. იქიდან რეკავდა, კაი ხანი, ქონდა ურთიერთობა, მე ერთ ქალაქში შეხვდა კიდევაც და მე იმ ქალაქიდან სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ რა არ დაბრუნდა თუ ვერ დაბრუნდა, მამაჩემი ამის მერე გამქრალი. სამწუხაროდ პასუხს ვერანი ვერ მცემს. ზვიადის დაცვის ბიჭები, ზვიადის ბიჭები თვითონ მანანა, ქალბატონი მანანა. ვესაუბრე ყველას, არავინ არ იცის ადამ მამაჩემი. 18 წელია თქვენ მამას ეძებთ. 18 წელია ვეძებ. და ვეძებ იმ სამყაროში იქ ვეძებე და იმის მერე მე დავინტერესდი. რას ნიშნავს იმ სამყაროში ვეძებ? არა, იქ რო ვიყავი მაშინ ხო. პროფილში სწორად გამიგეთ, ცოტა კი მერიდება, ძალიან ბევრი დაკარგულის ისტორია გსმენია, მაგრამ იმ სამყაროში რომ ადამიანს ეძებდნენ, ეს პირველი შემთხვევა. აი როგორ მინდოდა თქვენ რო ქონდა დაკარგულებზე ისტორია, როგორ მინდოდა აქ ყოფილიყავი და ეს ყველაფერი მომაყარეთ. მერე შევისწავლე ეზოთერიკა მე და ისე დავიწყე ძებნა მე. მაგრამ ნუ მე მივხვდი რომ უფრო უპრეანია ჩვენი რელიგიით. ისე ეძებო რა, რწმენით. ანუ თქვენ უყურებდით მის ფოტოებს და ხვდებოდით რომ ის არ იყო გარდაცვლილი. მე შევისწავლე ეს რამდენად ენერგია რამდენად მოდის ფოტოდან. ცივია თუ თბილია ის ენერგია და მაგით ხვდებოდი რა. მამაჩემის შემთხვევაში იყო ენერგია, ცოტა ცუდი, ცოტა ცივი და ცოტა შორს, მაგრამ არის ენერგია, დღესაც არის ენერგია. უკვე მივხვდი როგორ უნდა შევადარო. თავიდან ვსწავლობდი მიცვალებული სურათით და ცოცხლის სურათით და რითი განსხვავდება ეს ორი ფოტო ერთმანეთისგან? მიცვალებულის და ცოცხლის. ენერგიით, ენერგია როგორ მოდის? მოდის ან თბილი ენერგია, ან ცივი ენერგია. შეიძლება ფოტოსგან ენერგია მოდიოდეს? რა თქმა უნდა, მოდი ფოტოში რო ენერგია უდიდესი ენერგია ფოტოში. მე მგონი. იქ რა ნახეთ? მოკლედ მივედი გვირაბის ბოლოში და ვფიქრობ, რომ მამაჩემი თუ აქ არის, ყველა შემთხვევაში პირველი მამაჩემს ვნახავ. მაგრამ 95 წელს მე გარდამეცვალა და მამაჩემი რო დაიკარგა, ჩემი და ფაქტიურად მამაჩემზე ნერვიულობას თუ არ ვიცი რას გადაყვა, მალე წავიდა 16 წლის დამყავდა. და ხედავ მიახლოვდება ნატო. როგორი იყო ის? ნატო ცხოვრებაშიც ყველაზე ლამაზი იყო და იქ მით უმეტეს ეცვა თეთრი კავა, ხელში ეჭირა თოჯინა და მიახლოვდებოდა ღიმილით. იქ ლაპარაკი არ იყო, ეს იყო ტელეპათური საუბარი, ეს იყო ფიქრებით. და მოვიდა, გადავკოცნეთ ერთმანეთი თუ ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ეს ყველაფერი იმდენად რეალური იყო, ეს არ გავდა სიზმარს, აი სიზმარი არის მაინც ბუნდოვანი. ეს არის აი ჩვეულებრივი მოგზაურობა იყო. ხო. და ძალიან ბევრი რამე მესაუბრა, ძალიან ბევრი რამე მომეყვა. რა გითხრათ? ნუ მითხრა ის, რომ სამი შვილი გეყოლება და კიდე ერთიო. სამი შვილი უკვე მყავს. მართლა? კიდე ერთი არ ვიცი როდის იქნება. ან რას ნიშნავდა, რატომ მითხრა ეგრე კიდე ერთი. კიდე რა მითხრა გითხრათ? ჩემ მეუღლეზე. მაშინ მეუღლე არ ყავდათ? არა, უკვე მოვიყვანენ. ნატო რო გარდაიცვალა ერთი წელი არ შეიძლებოდა ცოლის მოყვანა და ერთხელ სახლში რომ მივედი ძალიან ცუდ ხასიათზე, უკვე დედაჩემი რო დავინახე რომ ყოველ დღე სახლში ტირილი და ისა ცოლი მომყავს მეთქი და მეორე დღე შემოდის მეზობელი და მეუბნება რომ ნატო ნახე სიზმარშიო რომ წელიწადი დაიცადოს და ცოლი მე მოიყვანოს. და ნატომ რა გითხრათ იქ? მითხრა რომ კარგი ქენიო რომ დაელოდე წლის თავსო და მე მოიყვანეო. მითხრა რომ დიდი მადლობელი ვარ იმ ლექსისთვის რაც დამიწერეო და სადაც სუფრაზე მოხვდები ყველგან ვკითხულობ ამ ლექსს ნატოს რომ მეუძღვენი და მე მითხრა რომ მე ვერ გავბედე მე თვითონ მაგრამ არ მიკითხია მაგრამ მიხვდა. ხო. მამა საქმე ეძებ, მამა მანდ არის. ხო. დღემდე მჯერა რომ მამა აქ არის. და ვიპოვი აქ. ნატოს გარდა უამრავი ნათესავი, ბებიები, პაპები მიახლოვდებოდნენ, მესაუბრებოდნენ. რას გეუბნებოდნენ? უამრავი რამე მითხრეს, ბევრი რამე არ მახსოვს, ბევრი რამე პირადად მე მეხება და მარტო ჩემია. მაგრამ შენ ნახე იქ ახლობლები, გარდაცვლილი ახლობლები? არა.
სხვა ხალხიც უამრავი ხალხი იყო. და ყველა საინტერესო ის იყო, უცხო ხალხს ეცვა კოსმონავტის ფორმა, აი ფარად სკაფანდრები, რაღაც უცხოებს. და ჩემიანები ყველა იყო ჩაცმული, აი რაღაც უფრო ანაფორა სტილში ეცვათ ყველას. განცდა იმისა, რომ ცოცხალი არ ხართ, გქონდათ? განცდა მქონდა იმისა, რომ აქ იმდენად კარგია, რომ მე აქ მინდა დარჩენა მეთქი. ამას გრძნობდი, რომ აქ მინდოდა დარჩენა. ხშირად გამიგია, რომ ვინც იქ იყო, რომ ვიღაცამ ხელი მომკიდა და მითხრა შენი ადგილი აქ არ არის და გამომაგდო უკან. მაგდაგვარი არაფერი არ იყო, ნატომე გამაცდებინა რა არის აქ ყოფნის ყველაზე ცუდი მომენტი და წამიყვანა სახლში, ჩემი ოცნების სახლი იყო ალბათ ეს, შემახედა ფანჯარაში, სადაც იჯდა ჩემი ოჯახი, უამრავი ხალხი და სვავდნენ ჩაის, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. ისინი კარგ დროს ატარებდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ, საუბრობდნენ და შეგრძნება დამანახა იმისა, რამდენად რთულია და რამდენად გინდა შენ იმათთან ერთად ყოფნა. ხო. და აი მაშინ მივხვდი, რომ ჯობია რომ აქედან უნდა წავიდე ალბათ, რადგან ასე მაჩვენებს. და მივხვდი, რომ ნატოს ეგ შეგრძნება ჰქონდა ყველაზე მეტად იმ ქვეყნად რო წავიდა, როდესაც სახლს მოუახლოვდა მისი სული და ეს დაინახა. ეს შეგრძნება, ეს გულის წყვეტა ჰქონდა ყველაზე მეტად და ეხლა როდესაც ოჯახი ერთად ვიკრიბებით ხოლმე, წარმოვიდგენია, რომ ნატო მოდის ფანჯარასთან იყურება და დგები მე უახლოვდები ფანჯარას და ცოტა რაღაცებს ვესაუბრები ხოლმე ჩემ დაიწყო. დაუჯერებად რაღაცას საუბრობ. არა, პირადად კი ვერ ხედავ ეს ჩემ წარმოსახვაში, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ნახეთ მამა სადღაც ზემოდან, რომელიც ეკლესიის ეზოში იდგა და მათხოვრობდა. ეს უფრო იყო, აი იქ რო ნახავ სიზმარს, დაახლოებით ეგეთი რაღაც, როცა იქ იყო რეალური ეს ყველაფერი და იქ რო დამეძინა. ანუ საიქეში გითხრას, რომ მამა ცოცხალი იყო. ეს მითხრა ნატომ, რომ მამა. და შემდეგ დაინახეთ, რომ ის რომელიღაც ეკლესიის ეზოში მათხოვრობდა. ეს იყო ჩემ წარმოსახვაში, არავის არ უთქვია, რომ ასე იყო, ეს იყო რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ეს არის მთიანი ადგილი, იქ არის უზარმაზარი ნაძვები, ერთ-ერთი დიდი ნაძვის ქვეშ დგას რაღაც პატარა სალოცავივით, ნიშა თუ სალოცავი და იგზის მამა ჩემი, რომელსაც ვარაუდობ, რომ აქ ამინიზია. უჭირავს ხელი და მათხოვრობს. დაახლოებით ესეთი რა. არ გიცდიათ ამ ეკლესიის მოძებნა მე? აი, იმდენად მიუვალი ადგილია, მე რო იქ მართლა მოხვდე რამენაირად, ხო, აი, ყველა შემთხვევაში ვიცნობ იმ ადგილს, ეხაც თვალწინ მაქვს. მაგრამ არ მიცდი, არ წავსულ არ იქ. მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ სადაც კი მოხვდები რომელიმე ქალაქში, ქვეყანაში, ხო, ყველგან ვათვალიერებ ეკლესიის ეზოებში, სალოცავებთან მათხოვრებს. მამაკაცებს, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება ერთ-ერთი მამაჩემი იყოს და ჯერ არა რომ ერთხელ მართლაც ეგრე მოხდება და შეიძლება ვერც მიცნოს, მაგრამ პრინციპში რომ დამინახავს მიცნობს. ალიკვალი ვარ მამაჩემს. მართლა. დიდი მადლობა. იქ მოგზაურების შემდეგ აქაური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მას შემდეგ რაც დაბრუნდა, ძიმე ავადმყოფი სოფლიოში სახელგანთქმული მოგზაური გახდა. რა ნახა კვირავის ბოლოს? პირველად ცხოვრებაში ჯუმბერ ლეჟავა ცხოვრებაზე სიკვდილის შეღება. გამარჯობა გაგირო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედრით. იხარიან საქართველოში. მოგცადე. ჯუმბერ. ეს ბევრმა არ იცის. თქვენი ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ სანამ გახდებოდით სოფლიოში სახელგანთქმული მოგზაური. დიახ. ძიმე ავადმყოფობით იყავით დასნეულებული. დიახ. რა გჭირდათ? ვემზადებოდი ერთი ძალიან სარისკო, ესე იგი, სიტუაციის დაძლევისათვის ვემზადებოდი და მუხად გვერდამდე სირბილით წავედი, ესე იგი, ყუს ტბიდან. დიახ. მაპატიეთ ისა ლისის ტბიდან. და ეს დაახლოებით იყო წასვლა-წამოსვლა 27 კილომეტრი. და ძალიან გადავღალე, ეს არის 6 იანვარი. გადავღალე ორგანიზმი და როდესაც დავბრუნდი იქიდან, ესე იგი ცივი წყალი არ იყო და ვიბანავე ისევ ცხელ წყალში. ეს არ შეიძლება? არ შეიძლება. დიახ, გადახურება გამოიწვია ორგანიზმის, ისედაც გადახურებული ორგანიზმი, კიდევ ცხელი წყალი და ამან გამოიწვია დამბლა შინაგანი ორგანოების. დიახ. დამბლამ გამოიწვია უკვე განგრენა. იქ ძალიან სწრაფად ვითარდება თურმე ეს პროცესები. სად გქონდათ განგრენა? შინაგანი ორგანოების განგრენა და მემართა გამკვეთეს მთლიანად. და როდესაც ნახეს რომ ყველაფერი უკვე მყარია, ესე იგი თქვეს რომ მორგში
უნდა წავიყვანოთ. მაგრამ მანამდე იცოდნენ რომ ბატონი ზურაბი იყო მეგობარი და დაურეკეს მას და უთხრეს ღამის 2:15-20 წუთი ყოფილა ეს ყველაფერი მე გადმომცეს და დაურეკეს და უთხრეს ჯუმბერი ესე იგი ასეთ მდგომარეობაშია და მორგში გადავწყვიტეთ მისი გადაყვანაო. მე ვერ მივხვდი თქვენ ცოცხალი იყავით თუ არა? არა, ნუ უკვე ისეთი პროცესი იყო მუცლის ზღურში რომ ამაზე მუშაობა და გადარჩენაზე ფიქრი უკვე არ შეიძლებოდა. და რას ლაპარაკობთო, თქვენო დაიწყეთ ოპერაცია და მე ეხლავე მოვალ. და მართლაც მოვიდა ბატონი ზურაბი და თურმე 8 ადგილას ამოკვეთები გაუკეთებია. მაქსიმალურად ის რაოდენობა ამოკვეთეს და მინიმალური ის რაოდენობა დატოვეს, რითაც კიდევ შეიძლება ადამიანმა ცოტა ხანი იცოცხლოს და მისი ამოცანა მან ასე დასვა ამოცანა რომ მოდით ცოცხალი გავიყვანოთ რეანიმაციაში და 2 დღეში მაინც დაიღუპება. დიახ. და ასეთი ოპერაციის ჩატარების შემდეგ არ გაუკერიათ მხოლოდ დამაგრებები გააკეთეს რამდენიმე 3-4 დამაგრება რო არ გაიხსნას მუცლის რო ეს ყველაფერი შიგნით ასე ჩაყარეს არ ჩაალაგეს დიახ და აი ასეთ მდგომარეობაში გამიყვანეს და კლინიკური სიკვდილი როდის იყო? ეხლა ვეგეთქვით ესე იგი მე არ ვიცი რა თქმა უნდა მე არ ავარ გზნობაზე დიახ როდესაც ეს გვირაბი იყო? გვირაბი კი არ იყო ესე იგი ღამდებოდა ძალიან ძლიერი წვიმა და ქარი ამოვარდა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. და მაქვს გასავლელი გზა, ვიცი. მაგრამ ამ გზის გავლას ვერ შევძლებ ალბათ. მე ჩემი შესაძლებლობები ხო ვიცი. ხო და ვერ შევძლებ მეთქი, მაგრამ მოდი მე მაინც ვეცდები. და ეს გზა იყო ძალიან ციცაბო ტები, იყო აბსოლუტურად გლუვი და იყო თიხის. და ამ წვიმაში თქვენ წარმოიდგინეთ ამ ჭხილები ძლივს ავალ ნახევარზე ჩამოვწურდები ხელახლა წამებით აი ესეთი წამებით რამდენიმე მთის გადალახვით მივედი კვერცხისებური ფორმის დიდი შენობა დამხვდა წინ მისი კარები არის იმ დონეზე რა დონეზეც მე მივედი ეს არის ამ კვერცხისებური შენობის შუა დონეზე კარები ეს კარები არის ძალიან მძიმე ხელით ვერ მოვერიე და ხელით რომ ვერ მოვერიე, ხრით გავაღე. ხრით მივაწექი და გავაღე და ვხედავ შიგნით არის ბუნდოვანი სინათლე. ხო. დაბლა არ არის არც საფეხურები, არაფერი, დაბლა არის 3 გვირაბი, შუა გვირაბთან თეთრთმიანი, თეთრი წვერებით, თეთრებში ჩაცმული, ესე იგი მოხუციზის დაყნობილია კვერთხზე და ნაპირებში არის შავ თმიანები, შავწვერებიანი, შავ ტანსაცმელში ჩაცმული მოხუცები, ისინიც კვერთხზე დაყნობილები და როდესაც მე გავაღე ეს ჭრიალით გაიღო კარები და მაშინ ამოიხედეს და თქვენ ჯუმბერლეჟავა ხართ თუ არა? თვითონ მკითხეს და დიახ, მე უთხარი მოვედი მეთქი თქვენი ნებით აქ. და არაო, ჩვენ ახლა სწორედ თქვენზე ვსაუბრობდითო და გადავწყვიტეთ რომ თქვენ უკან დაგაბრუნოთო. და მე უთხარი მე ვერ შევძლებ უკან დაბრუნებას. და იქნებ მომცეთ ჩემი ადგილი კუთვნილი და მე მირჩევნია აქ დავრჩე მეთქი. არა, შეუნდა გაბრუნდეო. ეხლა მე იმ კარებს ვერ მოვხურავდი და შემდეგ მე ესე იგი უკვე რა მომენტში ვარ იცით, აი გამოვდივარ სიბნელიდან. და უცებ ჩემს წინ გადაიშალა ძალიან დიდი ესე იგი ამფითეატრივით უდიდესი პანორამა, მთლიანად ყვავილებით დაფარული რაღაც გადასარევ ფერებში. და აი ასე გამოვედი იქიდან. შეგრძნება როგორი გქონდათ ბატონჯობა? კარგად იყავით? არა, შეგრძნება როგორი ძალიან დაღლილი ვიყავი. ანუ მოგეწონათ იქ, არ მოგეწონათ? იქ მომეწონა. იქ მომეწონა, მაგრამ აი ეს პროცესი, დაძლევის პროცესი, მე მისვლის, გამოსვლის, ეს იყო ძალიან რთული. ახლა გადის 11 თვე. ისევ შემემთხვა, ესე იგი ისეთი მდგომარეობა, რომ ჭირდება სასწრაფო ოპერაცია. ისევ ისეთივე პროცესი მოხდა. რა მოხდა ახლა? თითქმის გამოვედი მდგომარეობიდან ამ ჩემი სიჯიუტით, არც წამლების ვღებულობდი არაფერს. ხო და
ახლა იგივე სანაპიროზე მივდივარ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხედავ მოხუცი აწვება მანქანას, შიგნით ბავშვებს ხედავ, არის თოლჭაპი, საშინელი სიცივე და გავაჩერე მანქანა და თქვენ დაბრძანდით მეთქი და მე მივაწვევი, იმიტომ ბავშვები დავინახე შიგნით და მივეხმარები მეთქი და მართლაც მივაწექი ის და იქ წავიდა, მაგრამ მე ჩავარდი ამ თოლჭყავში, იმიტომ რომ გადახლართო მომივიდა ნაწლავების. ძლივს მანქანაზე დავჯექი, მივედი ესე იგი მეოთხე სამმართველოსთან ლეჩკომბინაში და იქ კარების გაღება მოახერხე და გადმოვარდი. ხელახლა შემიყვანეს. ეხლა რა ხდება? პირველად, ესე იგი დაღამების ხანს წავედი, თითქოს ღამე გაკეთდა, ხომ? გვიან ღამით ოპერაცია, მაგრამ დაღამების ხანს წავედი. მეორეჯერაც მოხდით იქ? ეხლა მეორედ ხომ მოხდი, დიახ და აი მეორედ უკვე იგივე ადგილას არ მოვხდი. ეს მეორე ოპერაციის დროს. მეორე ოპერაციის დროს უკვე მე ამ სირთულეებს ვძლევ, მაგრამ უკვე სინათლისაკენ მივდივარ. დიახ. პატარა წერტილი სინათლის ჩანს და დიდი წვალებით მე გავედი. და აი სწორედ პირველად მათ მე მითხრეს, არა შენ უნდა დაბრუნდე და შეიძენ ენერგიას, რომელიც უნდა მოახმარო კაცობრიობას პირდაპირ ასე ასე მითხრეს პირდაპირ და მართლაც ამის შემდეგ ყველაზე რთულ სახეობაში მე დავამყარე 14 მსოფლიო რეკორდი. აქედან 12 არის შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში. ეს ენერგია თქვენი აზრით, რომელიც ის ენერგია მე ასე ვთვლი და იმ ენერგიის ხარჯზე სწორედ დავამყარია ეს რეკორდები და შემდეგ ესე იგი სოფლიო მოგზაური გავხდი, სოფლიო მოგზაურიც ისეთი შედეგია მიღებული, რაც ჯერ არ განხორციელებულა არანაირი. შემდეგ მე ხომ გავართულე კიდევ ჩემი მოგზაურობა იმით, რომ ზამთრის ქვეყნებს ზამთარში გავდიოდი, ზაფხულსა ზაფხულში. მეცნიერები როგორ ხსნიან ამ ყველა 18-ვე უდაბნოს გავლა, ყველა ჯუნგლის გავლა, მარტო და ასე შემდეგ. რამე გაწუხებთ ბატონო? აბსოლუტურად ჯერჯერობით არაფერი. ერთადერთი წიგნებს ვერ ვეჭდავ და ეს მაწუხებს არავინ. ვერცო ჯანმრთელობა მოგცეთ და ძალიან ენერგია, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, შენთან მოვა. შენი ისტორია ძალიან საინტერესოა იმით, რომ ადამიანს, რომელსაც გულის 28% უმუშავებს, აქვს ისეთი დატვირთული გრაფიკი. სულ დაკავებული ხარ და სულ მუშაობ. მე როდესაც ინსტრუმენტთან ვზივარ და როდესაც ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად და ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს ესეთი გულის დაავადება, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მშვიდად, ყოველთვის უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც მას უნდა, ანუ უნდა იყოს კარგად და ზუსტად ეს პრაქტიკულად იმაზე მეტი, რაც მე მანიჭებს როიელთან ურთიერთობა, ახლა სხვა შემთხვევაში მე არა მაქვს ხოლმე. სულ მიწევს რაღაცების სადღაცა საუბრები, შეხვედრები, იქ რაღაცა. მოდი არ ვისაუბროთ მაშინ და შენი ენით დაგველაპარაკე, ხო? კი ბატონო. დაგვიკვარი. კარგით. ბაკოში უკაში.
მართლა ყველას ძალიან დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ, რომ ასეთი დიდი შემოქმედებით დიდხანს გაატყობთ ჩვენი მაყურებელი. უღრმესი მადლობა. მოდით სულ ცოტა ხნით შევისვენოთ რეკლამის შემდეგ კი სიკვდილს სასწაულით გადარჩენილნი. პირველად ტრაგედიის შემდეგ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა მოდის თქვენთან შესახვედრად. გელოდებით. ბებე. სამი წელია ის კომაშია. ხანგრძლივ დუმილს დღეს მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა არღვევს. გთხოვთ მივესალმოთ ქალბატონი მარი. გამარჯობა ქალბატონი. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგაცნობთ გადაცემის მონაწილეობის მიღებაში. მოგძანდით. მე მესმის რომ ამ თემაზე თქვენთვის საუბარი არის რთული, თუმცა საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ხოლმე ჭორი რომ ჯაბა ამ ქვეყნად აღარ არის. კი, მესმის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი სტუმრად დაპატიჟება, რომ გითხრათ როგორ არის თქვენი შვილი. ამჟამად ისევ კომაშია. უკვე 2 თვეში 3 წელი მთავრდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, გრძნობელობა მოუვიდა, ყლაპა მოუვიდა, ესმის, აი თუ ძინავს და გარეთ ხმაური ეგრევე თვალს გააღებს. თავის მუსიკაზე რეაგირებს, ეგრევე კი, როგორ არა, რო ჩაურთავთ და თუ ჩქარი მუსიკა არის, ეგრევე თვალებს აპაჭუნებს ძალიან ჩქარა და გამოწამოწითლდება ზაბები. მომნადრებია ჩვენი გზა და პილიკები მომნადრებია რომარტოვებს ეს უცილო ღამეებია შენზე ფიქრები დამთენებია ესმის ყველაფერი ეს გაზმორება და უშუალოდ დახვე ყველაფერი აქვს თავისი გარდა კონტაქტში შემოსვლისა, კონტაქტში ვერ შემოდის. როგორ იყავით ამ 3 წლის მანძილზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ ქონდა იმედი რომ თუნდაც ეს რეაქციები ჯაბას დაუბრუნდებოდა. დიახ, არ ქონდა ექიმებისგან გამომდინარე ჯაბას ამ დრომდე არ უნდა ეცოცხლა. რას ამბობდნენ ისინი და რა მოხდა საერთოდ? იმ წუთასვე რომ ციხიდან გადმოიყვანეს საავადმყოფოში და მითხრეს რომ ეს ვერ იცოცხლებთ, ნუ დილამდე ვეღარ მიაღწევს, მაგრამ უკვე 3 წელი მთავრდება, მაგრამ გაუარესება მე აღარ მქონია, ახლა თუ კარგად არ არის და კონტაქტში ვერ შემოვიდა, გაუარესება მე ამ დრომდე აღარა მაქვს. კონტაქტებოდით მას ამ 3 წლის მანძილზე მე ესაუბრებოდით? ველაპარაკები ალბათ ჩემი ესმის, იმიტომ რომ ხო გძნობ, რომ ძინავს და ხმაურია, თუ ვინმე შემოვიდა, ყველაფერი ესმის. მის თემაზე თუ ვლაპარაკობ ტელეფონში და ნაცნობით არეკავს, ეგრევე წამოწითლდება და ამოიხვნეშებს. ესე იგი ესმის. რას ეუბნებით ხოლმე? ყველაფერს ვეუბნები. კი, რა ვიცი, ვეფერები. იცის ახლა პროფილში რომ ხო? ვუთხარი, კი. დამხვდი მე უთხარი წესიერად, ჩუმად, ბებიას დაუტოვე, მოხუც ბებიას. მე და ბები აუვლით. დიახ. ხო, რა ვიცი, ნახოთ. როგორ დამხვდება? რა არის მისი დიაგნოზი? აქვს თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება. უჟანგბადობით გაეთიშა ტვინი. იმედი გააქვთ რომ? მე იმედი მაქვს. ექიმები რას ამბობენ? ექიმების მხრიდან არა მაქვს იმედი, ნუ ასე ну ახლა ისიც მოსალოდნელია რომ უცებ რაღაც იქნეს მომენტალურად წამიერად მაგრამ დიდი იმედს აღარ მაძლევენ მაგრამ რახან აი ამდენი რაღაცა ამ დრომდე მოვიდა ვენის კათეტერის ჩაყენების დროს ხელს უჭერთ რომ ჩხლეტა აღარ უნდა იმას გრძნობს რამდენი ხანია რაც თქვა დაიწყო ამ რეფლექსებმა მუშაობა თითქმის წელიწად ნახევარი მომატებული მოზღვავებული და მანამდე როგორ იყავით მანამდე თვად ნუ ცოტად კი რეაგირებდა მაგრამ ასე არა ახლა აქ მოზღვავებული ძალიან დიახ არ ყლაპავდა ახლა ყლაპავს თხის განმავლობაში ვაძლევ ჭიქით ნუ რაც საჭიროა იმას ისე სონდირებულ კვებაზე მყავს ერთი წლის წინ ის ცოტა ხნით გონზე მოვიდა ხო წამიერად შემომხედა ისე დავიბენი, აი ლამის ფანჯრიდან გადავხვდი, უკვე ისე იმოქმედა და რო შევხედე თვალებში უკვე სისხლი ჩაუდგა. იმის შემდეგ მე ასეთი რაღაც აღარ მინახავს, არა. და რაზე ქონდა ასეთი რეაქცია? არ ვიცი, მომენტალურად მოხდა ეს, მასთან მივედი, ვეფერებოდი და მომენტალურად შემომხედა, ისეთი თვალებით შემომხედა, აი თავი ვეღარ შევიკავე. ისე ცუდად გავხდი მე თვითონ. იობა ნახე ჩემი ჯაბიკო ჩემ, შენაცვალოს დედიკო. ჯაბუნა და ჩემი საყვარელი ბიჭია ეს. როგორ მენატრები ჯაბიკო დედა როგორ მენატრები
3 წელია მენატრება, რომ მისი ლაპარაკი, ისე ჩქარ-ჩქარა იცოდა ლაპარაკი. ჯაბუნა წყარი დაგალევინო დედა წყარი. ყოჩა. ჩაყლაპე ახლა, არ გააჩერო პერში. ჯაბუკა, მიდი დედიკო. როგორც კაპრიზნიც იყო ცხოვრებაში, ისეთივეა. თუ რამე არ მოსწონს, არაფერს არ ჩაყლაპავს. და აქ ვზივარ 24 საათი. სულ რა შეიძლება რაღაცა გამოვიჭირო, ან შემომხედოს და ნახოს რომ მე აქ ვარ. რო იცოდეს რომ მე როგორ ვჭრი ამას, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც. იმიტომ რომ მას არ უყვარს ასეთი ვარცხნილობა. რა ვქნა? ცოტა დრო არ არის 3 წელი. სიხარულისგან შეიძლება გავგიჟდე. ოღონ ამან თვალებით შემომხედოს და გრძნობა კონდეს იმისი რომ მე დედა ვარ და იგრძნოს. უფლის ნებით და მისი იმით წმენით აი ამ დრომდე ასე უვლი და ვარ მოლოდინში რომ შემომხედავს. მის მუსიკას რატომ ასმენინებ? ვასმენინებ, კი, სულ აი რომელ ვასმენინებ. სიმღერებს ასმენინებთ ხო? რა ვიცი, მე გრული სიმღერა უყვარდა ძალიან და მას ვასმენინებ. წლის მანძილზე როგორ იყავით შინაგანად? ძალიან ძლიერი ქალი ხართ. დიახ, აი როგორ შეგიძლიათ რომ ამ ყველაფერზე აი ასე მარტივად ისაუბროთ? ხო, აი ჩვენ ამ დრომდე ყველაფერი დავყიდეთ, ახლა ამჟამად ქირითა ვართ, რომ აი ჯობა ისეთი ავამტყოფია, რომ მას ჭირდება ზომაზე მეტი ყველაფერი. მაგრამ არაფერს არ უშინდები. ერთადერთი ჩემი ის მიზანია, რომ მე ჯაბას კამზე დავსვა. და მე მგონი გამომივაკიდეთ. ხო. მე მგონი რა ვიცი მეც არ ვკარგავ. მისი ძველი მეგობრები თუ მოდიან სანახავად? ამჟამად არავინ არ მოდის, არა. სულ მარტო ხარ? მე არავისი აღარ მწყინს, მაგრამ ყველამ დაივიწყა. ხო, მე ჩემები მეხმარებიან, მეზობლები. და ამითავად, რა ვიცი. ნახოთ. არ ვიტყვი რომ არაფერი არ მაქვს. ერთადერთი ჯაბა მოვიდეს გონს. რა უნდა გისურვოთ სხვა თუ არა შვილის ჯანმრთელობა და ძალიან მინდა. ერთადერთი რომ სჭამზე დავსვა მეც არაფერს აღარ ვიტყობ. რომ მე იმედი მაქვს რომ ის უკან დაბრუნდება აუცილებლად. გაიხარეთ დიდი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ეს ისტორია იცის ის ყველა ვინც წელს ქაბულეთში ისვენებდა. გთხოვთ მივესალმოთ ქალბატონი ლელა ჩხაიძე. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა. ლელა სასწაულით გადარჩენილი ხარ. მომიყევით რა რა მოხდა? ძალიან სასწაულო. მომიყევით რა. ძალიან აბობოქრებული ზღვა იყო. ძალიან აბობოქრებული. ქაბულეთში. ანუ წყნარ ზღვაში მე ვერ ვგონობა, არ შემიძლია რა ვქნა. რომ ბავშვებთან ერთად იყავით? კი, გოგოებთან ერთად ვიყავი და ერთი თან ზღვაში შევიდა. რა მხელები არიან ბავშვები? აგერძის 23 წლის არის. არ გეტყობათ რომ ამ ხელშვილები იყო. ძალიან დიდი მადლობა. ანუ შევიდა პირველი ის. ვიფიქრე, ვაიმე, არ გაუჭირდეს თქვენ, იმიტომ რომ მართლა სასწაული ტალღები იყო. რატომ შევუშვით აღელვებულ ზღვაში? კარგად ცურავენ. ჯერ დაღლილი ჩავედი. უძილარი. თანქშიო და გათენებისას ჩავედით, რომ და ჩახდეთ ზღვაში ეგრევე. შევხედე თუ არა აბობოქრებული ზღვა, მე და ჩემ გოგოს გადავხედე ჩემ გოგონას, ვაიმე დედიკო, ჩემი ზღვა, თქო. და შევხვდით, რო იტყვია. შევხვდით და 2 წუთში გამეთიშა ხელები, ფეხები. აი გადავიღალე, სასწაულად გავითიშე, რომ რა მოხდა, არ ვიცი. ერთი კი შევძახე, გადავძახე რომ იტყვე, იმიტომ რომ რაღაც მონაკვეთით იქით იყო ჩემი გოგონა, ხატია მიშველე მეთქი. დედიკო, ვიხრჩობი, თქო. ხო და ფიზიკურად ვერ მოდიოდი, იმიტომ რომ ტალღები იმ ხელა წინააღმდეგობას უწევდა ბავშვებს, რომ რა ვიცი, როგორ მოვიდა, კაი, უკვე პერიოდსაც ვეღარ ეხლაც ვნერვიულობ, რომ ახსენდება კანკალებ, აი ამ წუთას, იმიტომ რომ რაღაც სასწაული ის არის, მაგრამ უკნიდან ესე ხელი მკრა, ერთი მოასწრო და ვიგრძენი რა, რომ აი ეს ხელები წამერთო, ანუ არანაირი ის აღარ მქონდა საშუალება, რომ აი ეს ხელები ამომეწია, ან ფეხები მეფართხალა, რაღაც გამეკეთებინა. ვიგრძენი, რომ საერთოდ გავითიშე და აი მივანდე ჩემი თავი. რა მოხდა ის? ჩაძირვა დაიწყეთ? კი, ერთი ჩავიძირე, მე თვითონ რა ვიცი რანაირად. ეს არის რომ გონება არ გამთიშვია. ხო. უბრალოდ ხელები და ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ხო.
აბსოლუტურად წყალქვეშ ყოფნის მომენტი გახსოვთ? კი, როგორ არა. აი ესე რომ ჩავედი წყალმა, მომიყვანა ისევე, მაინც მარილიანი წყალი ხო იცით მაინც ესე და აი ესე ამოვედი ისევე ტალღამ დამარტყა, აი ეგ იყო პირველად რომ ტალღამ რომ დამარტყა გამთიშა უცებ იცით? აი პატარა ერთი გადამეყლაპა წყალი. მერე უცებ სანამ მოვედი გოზე კიდევ მეორე ტალღა აქედან. გონება არ დაგიკარგავთ საერთოდ? გონება უკვე მეკარგებოდა. აი ეს ვიგრძენი რომ სასწაულად გაჩნდა ერთი პიროვნება რომელმაც მართლა სამი შვილი გადამირჩინა დაობლებას, ანუ უდედობას. გავაჩინოთ ჩვენც ეს პიროვნება. თემურ გიორგაძე. აი ისი. გამარჯობა. გამარჯობა, გადაჩერდი ფანდატონის სკოლა. ბატონო. ხანძარია, ჭექა ქუხილია. სახლი ინგრევა, მტკვარი ადიდება, იქ რომ ხართ გასაგებია. რა გინდოდათ იმ დროს ქობულეთის პლაჟზე ზღვაში? რა მინდოდა ამის ბეძე წავსულ არის, მინდოდა თორე რა მინდოდა. თქვენ იქ რატო იყავით? არაფერი, ნუ იქ ისვენებდა ჩემი მეუღლე და მისი მეჯვარე და ანუ მხოლოდ ისვენებდით სამსახურში არ? სამსახურებულიოთ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? როგორი ბედი გქონიათ ქალბატონო? მართლა ბედი ქონია და მე ფიზიკურად ვერ ვიცლიდი, ვერ ჩავდიოდი, მაგრამ ვიცი ხოლმე ესეთი მეულოდნელი ვიზიტები. დავადექი თავზე. არ მელოდნენ ისინი, ქობულეთში ისვენებდნენ. ჩავედი, გამოვიყვანე ტელეფონი, დაურეკე რომ ჩემი მეგობარი მოვიდა, გამოვატანე რაღაცა ჩამოდი, რომ დამინახე ჯერ იმაზე მეჩხუბეს. ჩხუბი დაიწყო ჩვენი შეხვედრა იქა და მე ნუ იყო ლაპარაკი საწავსულიყავით. მე საერთოდ სარფისკენ მივდივარ ხოლმე, ვიჩხუბეთ კარგად და ნუ ორმა მაჯობა და გადავწყვიტეთ რომ 1.5 საათი უნდა ჩავსულიყავი ქობულეთის პლაჟზე. მიუახლოვდით, ახლა შორს არ არის, დავინახე რომ ამხელა ტალღები იყო, ეს ჩემი სტიქია, როგორც წეგან ლელა იძახდა, უმაგისოდ მეც არ შემიძლია რა. თუ ტალღა არ არის დიდი, დიდხან ვერ ვჩერდები, მალე გამოდია რა. თუ ტალღა ეს ჩემთვის კაია და შემიძლია და გავდივარ შორს ხოლმე. მე შევედი, წავედი, რომ რაღაც მანძილი რო გავიარე, მეც ვიგზენი რომ უკვე აღარ შეიძლებოდა იმის იგი წასვლა და რომ მოვტრიალდი, მოტრიალების დროს დავინახე რომ ვიღაცა შემოსული იყო წყალში. ჩემიდან დაახლოებით 50 მეტროში და კი ვიფიქრე მე თქვი ეს ჩემნაირი გამოდგა კიდე ვიღაცა შე კიდე რა თქვი? ხო ნუ რა თქვით? ესეთი სულელი ვინ გამოდგა კიდე შემოვიდა მეთქი ამისთან ალბათ გაჯერებულია ძალიან მეთქი და იმიტომაც შემოვიდა და აღარ მიმიქცევია იმდენად ყურადღება და გამოვედი და ის ჩემი მეუღლე და ის მეჯვარე იჯდნენ ზღვისკენ პირდაპირ და მე რო გამოვედი დაღლილი ვიყავი და დავჯექი ზღვისკენ ზურგით. ნუ გავიდა რაღაც შეიძლება 1-2 წუთი და აღარ მიმიქცევია ყურადღება ეხლა იქ რო ბანაობდა აღარ დამინახე აღარ შემიხედია და ვიღაცა 12-13 წლის ბავშვი მორბოდა ბიჭი და მეძახის ბიძია და ეხლა ავტომატურად ინსტინქტურად მივიხედე და თქვენ ის არ ახართო წყალში რო იყავით შესული და კი მეთქი და აი გოგონა იხშობო ქალბატონიო ო და ეს ეხლა მე არც ვხედავ ვინ იხშობა რა იხშობა ავტომატურად ეს ჩემი მაშინ როგორც არის წამოვდექი და გავარბივარ და უკვე ვხედავ რომ დაახლოებით ნაპირიდან 25 მეტრა იყო დაახლოებით ალბათ ეგრე ნუ არის შესული და ერთ ადგილზე ატრიალებს ტალღა რა ანუ მივხვდი ახლა რაშიც იყო საქმე შევდივარ უკვე რო უახლოვდები ამას უკვე თვალები გაფართოებული ქონდა დაწითლებული ეს იმას ნიშნავს რომ დამხჩვალია რა ნახევრად ერთადერთი იმ მომენტში ამას კიდე იმან უშველა რომ აი ეს დრო რო გაიწელა რომ მარილიანმა წყალმა ეგრევე არ წაიყვანა დაბლა, თორე ეს ფაქტიურად იმ ქვეყნად წასული იყო უკვე ამ ქვეყნად. როგორ ამოიყვანეთ? ნუ ეხლა ეს მთელი ის პროცესი იყო, მაგრამ ეს ხდება ძალიან წამებში. ამ დროს მაინც ეს როგორც კიდე ცოდნის იმით მოყვები რომ არ შეიძლება ადამიანს შეეკრა და ეგრევე დაუწყო ბრძოლა და შეკრულა წამოიყვანა და ხემოთ არ გითხრევდათ ბატონ თემურ? არა, არც მივყარები რა ახლოს ეს კი ვიცი რომ არ უნდა მივეკარო და მოახერხე ის რომ ამის ზურგზე მოვიქეცი უკან მხრიდან და ნუ ტალღები ხშირი იყო და ეს გახსოვთ ქალბატონო? კი. დიდი ტალღები იყო. რა გაიფიქრეთ უცებ წყლიდან თემურ გიორგაძემ რომ ამოყვინდა? არა, ამან არც იცოდა მე ვიყო. ვერიცალი მაგრამ საიდან ვიცნობდი, არ ვიცნობდი. ტელევიზორში არ გინახო. და ზურგს უკან მოვეკეცი, ამ ტალღას ველოდებოდი, ძალიან ხშირი მალე იყო ტალღები და ტალღა მე დამარტყავდა და მე კიდე ამას ფეხებით, ხელებით ვარტყავდი და რაღაცა ცემა ზღვაში. ერთი 10 მეტრო რო გამოვატარე და გადმოვარდე ნაპირისკენ, თან ვაკონტროლებ ახლა თუ რაღაცა, ნუ თუ საჭიროა უკვე შევეკრები კიდევაც და გამოვიყვანდი კიდევაც. ალბათ ესე ვფიქრობდი იმ წუთში. მაგრამ მოხდა ისე რომ დაახლოებით 10 მეტრის შემდეგ დავკარგე.
ფიზიკურად დაიკარგა რა, ტალღამ წამართვა და ვეღარ ხედავ რა, აღარ არის, აღარ ჩემ წინ, აღარ გვერდზე ისა და ამ ძებნაში ვარ ისა და რაღაცა ბედი რო აქვს ადამიანს გამიარა, გამკრა რა, ისა და მე უკვე თმებიდან დავიჭირე და რა უფლებით დამიჭირეთ? თმებიდან დავიჭირე და უკვე თმების საშუალებით, ხმის საშუალებით გამომათრია. აი ესე გამომათრია. და ჩავაბარე პატრონს. როგორ იყო როცა ნაპირზე ამოიყვანა? ნუ ეს გაცოცხლა ფიზიკურად, უკვე ნაპირზე, ნუ ის ხელოვნური სუნთქებიც იმ წუთში ისე გავაკეთეთ, რომ სასწრაფოც არ დაგხმარები, აღარ იყო საჭირო მოვასულიერეთ რა, იქვე ნაპირზევე მოვიყვანეთ გონებაზე კი იყო, მაგრამ ნუ ამის გონება ახლა ჩათვალეთ, რომ აი როყვებიან დაახლოებით იმ დონეზე არა, მაგრამ ეს უკვე მე ეს შევამჩნიე უკვე სადღაც უკვე 5 მეტროში უკვე შევამჩნიე, რომ ეს უკვე ფიზიკურად აღჭობილი იყო რა. მე როგორც მივხვდი თქვენ ურთიერთობა განაგრძეთ ამ ინციდენტის შემდეგ, ხო? ხო, ეს ურთიერთობა ძალიან უცნაური ურთიერთობა იყო. ნუ ეს რომ მოასულიერეს, მე აღარც გავჩერდი იქ ხალხი რო შემოესე, მე კი უთხარი ხალხს გაეცალეთ, მეთქი ერთი-ორი ადამიანი მივიდა, რომელიც ბოლომდე მოასულიერა, მე წამოვედი ისევ დავჯექი ჩემ ადგილზე, არაფერი, ნუ ხალხმა მიცნო ბევრმა და მე მოვიდა ეს 1.5 საათის შემდეგ და დიდი მადლობა მომიხადა რაღაცა და მე უთხარი მეორედ ეგეთი რაღაც არ გააკეთო და არც მიკითხია ვინ ახარ, რა ხარ, როგორ ახარ და ნუ ჩვეულებრივ მოვლენად გავატარე მე და წავიდა, არც ამას იმ წუთში ვერ მკითხავდა ეხლა ისეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მე წავიდა ტენდენცია ისეთი რომ ეხლა ჟურნალისტებთან ურთიერთობა ხშირი მაქვს და იყო შეკითხვები აი ბოლო ვინ გადაგირჩენიათ არა ესა და ბევრგან მოვყევი დაიწერა ესა და დანარჩენი გავაგზავნე. დანარჩენი ერთჩვენიერ დღეს ფუსფუსებს სახში და შემოდის ჩემი მეუღლე. ეს ჟურნალი აქვს ესე მოკეცილი. ლელა, მე მგონი ეს შენზე წერია. მაგარია. ხლა, უცებ კითხულობ ჟურნალს და თემურის ინტერვიუ როგორ გადამარჩინა. ხო. წერია იქ ყველაფერი და ბოლოს ესეთი ის არის, რომ რომლის სახელი და გვარი დღესაც არ ვიცი. აჰა, როგორ გააგებინეთ სახელი და გვარი? ვაიმე, 9-ში დავრეკე, შეიძლება მოусმინოს ნახოს ეს გადაცემა შემდეგ იმ ქალბატონმა, რომელსაც დაურეკე. ჩავიცვი და გავიქეცი. ეს ჟურნალი მაქვს ასე. როგორ იყო შეხვედრა? აი ეხლა შევდივარ ეზოში, ანუ იქ სამართლის ქუჩაზე, სადაც არის ვისი ოფისი. ეს მაქვს ჟურნალი ესე აფარებული. და იქ ჟურნალისტები დგანან, რაღაცა ინტერვიუს იღებენ, რაღაც ხდება იქ და ველოდები, ნუ თემური ლაპარაკობს იქ ვიღაცასთან და დამაფიქსირა მე რომ ვიღაც ქალი დგას, ჟურნალ აფარებული და მიჩერებია თვალებში ესე, თან მეცინება, არ მინდა რომ გამეცინდეს, იმიტომ არ ეს. ხო და რა გნებავთო თქვენ ვისთან ხართო და ვისთან ვარ და თქვენთან ვარ, თქო და ლელა ვარ, მეთქი ესე ხა, გვარდასახელი ხო არ იცოდა. რო ვიხჩობოდი მეთქი და ვაიმე და გადაეხვიეთ როგორ ზღაპარში. აი ეს როგორ ზღაპარში. ეს იყო ბედისწერა. ნამდვილად. რა ალბათობა იყო რომ წყალში ღელვის დროს ამოყვინთავდა საქართველოს პირველი მაშველი. ძალიან ბევრს ეს ისტორია მოეჩვენება მოგონილად და სამაშველო სამსახურის პიარად, მაგრამ ეს ასე მართლაც არ არის. რაი მილიონიდან ერთი შანსი. მაიკო ჯერ ერთი რო პირველად ვიხჩობოდი და მე მართლა რო ასეთი თანამდებობის პირი რომ გარდაგარჩენს. ხო არის იღბალი. თავარი მაშველი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. იმისთვის რომ მოხდით, ჩვენთან ასეთ საინტერესო ისტორია მოგვიყევით, რომელიც ძალიან ბევრ შეიძლება დადგმული და მოგონილი ეგონოს, მაგრამ ეს არის ნამდვილი ამბავი. ძალიან დიდი მადლობა. უცნაური გადარჩენის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა. მალხაზი და თორნიკე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა. ამბავის გახსენება ვიცი რომ ძალიან არ გიყვართ. მაგრამ იმდენად უცნაური ისტორიაა. და რაც თავარია, კარგად დასრულდა ეს ყველაფერი, რომ მინდა გთხოვოთ, რომ გვიამბოთ ეს ყველაფერი. საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა. გახსოვს შენ ეს ყველაფერი? აი რა იყო შეგიძლია მომიყო? თავიდან ჩავარდი. ძალიან ჩქარი დილება მიყო და წყალმოწამე. ხო. და მე იქ რაღაც არმატურას მოვეკიდე და ხო. შეგეშენდა ხო ძალიან? არა? კი. რამდენი ხანი იყავი იქ? 20 წუთზე მეტი. მართლა? და სულ ამ არმატურას ეჭიდებოდი? ხო. მერე ბატონო ხას. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ნუ იქ აბსოლუტური სიბნელე იყო.
წყალმა წაიღო, ცოტათი გაჩერდა. ბედი ჩვენი რომ ხმას აწვდენდით ბავშვს? ბავშვმა მოაწვდინა ხმა თვითონ, რომ ვერავინ ვერ მიხვდა სად წავიდა ბავშვი. და მეზობელი იყო ჩასული თოკებით. მაგრამ ვერც მან ვერ ამოიყვანა, თვითონაც გაიჭედა. იქ თოკები იყო რაღაც ცუდი, პალთა რკინები ქონდა და ერთმანეთს იქ ახლოს იყვნენ, იქ მიწის ქვეშ ერთმანეთთან, ანუ დაინახე რო ჩავიდა, ახლა კი, მან გაამხნევა და მართალია მან ვერ ამოიყვანა, მაგრამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. მერე რა მოხდა ბატონო? სადღაც რომ მივედი აბსოლუტური ქაოსი ყვირილი. გამაგებინეთ რა ხდება, მითხრეს რომ ზაზაა ჩასული და ბავშვიც იქ არის. როგორ გადაარჩინეთ? 5 წუთი არ იყო გასული, მაშველები მოვიდნენ. ხო. და მათ ამოიყვანეს. მათი დახმარებით მოხდა ჩემი შვილის გადარჩენა. მაშინ ჩვენთანაც უნდა მოვიდნენ მაშველები. გიორგი კაპანაძე და სასწორობა თიძე. აღმოჩნდობისა, გამარჯობა. რომ მივედით ეზოში იდგა, რავი, რამდენი გითხრათ, ალბათ 100 კაცი მაინც იდგა და იყო აბსოლუტური გაურკვევლობა, ქაოსი, პანიკა, ტირილი. ვერავინ ვერაფერს გვაგებინებდა, სად იყო ბავშვი, როგორ იყო რა მდგომარეობა. ახლა იქ ჩვენ ვეძახით ინფორმაციის მოპოვებას. ვერავინ ვერაფერს გვაგებინებდა. ამ დროს დრო გადის? ამ დროს დრო გადის, ეს წამებში ხდება. ვერ შევეკითხეთ სად არის ბავშვი მეორეს, უბრალოდ გვანიშნეს, რომ ჭაში. ღრმად იყო ძალიან თორნიკე? ალბათ დაახლოებით 40 მეტრზე მაინც იყო წყალი განზაღებული. იქ იყო აი ძალიან ისეთი მილი იყო, რომ აი ვიჯექით შიგნით რა და აი ესე იყო და წყალი გწვდებოდა აქამდე. თავიდან იყო ცოტა დაწყნარებული წყალი, მაგრამ აი შიგნით უკვე სიღრმეში რომ მივიდოდით, ტრიალებდა წყალი და შიგნით შევეცვალა ტრიალებია. ხო. ნუ ნაღდათ ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ იქ ადამიანი გაჩერდებოდა რა, ვიცოდით რომ დარწმუნებით ვიცოდით რომ წაიღებდა წყალი. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო იქ გაჩერება და მოხდა ის, რომ ფანარი გამივარდა რა ხელიდან, რომ წყალმა და რავი გვაქანავებდა და გამივარდა ფანარი ხელიდან და ხო წაიღო ეს ფანარი წყალმა და იქეთკენ დაიჭირეს. რომ ხედავ რომ ეს ფანარი, ანუ შუქი მოდის რა უკრიდან რა. შენ დაინახე მაშველები ამ დროს? და ისეთი სიტუაცია იყო, ჩვენი ხმამათ ესმოდათ, იმიტომ რომ წყალი იქეთ მიდიოდა და ხმა მიქონდა ჩვენ, ჩვენ არ გვესმოდა იმათი ხმა რა. და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ალბათ აი უკვე უკან უნდა გამოსულიყავით, რომ ერთი 30 მეტრი, 20 მეტრი რომ შევედით. აი სუსიბნელა იყო, ფანარის აღარ ქონდა და ერთი იმან გადაგოწყვეტინა, რომ ბოლომდე მისულიყავით, რომ ფანარის შუქი დავინახეთ რა. და აი უკვე რომ დავიძაბეთ და ფიქრობდით, რომ იქეთ ან წყალი აღარ მიდის, ან რაღაც ეგეთი ხდებოდა რა. აი განწირული ხმა შემომესმა, რომ მიშველო ყველას ყვიროდა რა. უნდა გადამეშინე, იქიდან ცოცხალი ნავრად ვერ ამოვიდოდი, ისე რომ ბავშვი ხელში ამჯეროდა რა. აი როგორ იყო ეს? ანუ თოგზე იყო მოკიდებული თორნიკე რა და მივედი და მეთქი დაწნარდი მეთქი რა და დამშვიდი მეთქი გადაგარჩენ უნერული აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ბავშვი ვერაფერს თითქმის განწირული იყო უკვე ხდებოდა ამას და ბავშვი დავიკავე და ზაზას ვეუბნები რომ მეთქი ორივეს ერთად ვერ წაგიყვანთ შეუძლებელი იყო იქ რომ ორი ადამიანი ერთად წაგიყვანა გამორიცხული იყო და მეთქი აი გავიყვანთ ხო და ერთ წუთში დავბრუნდები მეთქი არინერულად დაწნარდი აუცილებლად გადაგარჩენ მეთქი აქ არ დაგტოვებთ ხო რა ვეუბნები დავაწყნე და ძლივს მოვახერხე რომ დამეწყნარებინა რა ბავშვი იმდენად ძლიერად მოუჭირა ხელები რომ აი არ ვიცი ალბათ ვატკინე რაღაც ნამდვილად რომ აი წყალს რო წაერთმია ცუდად გავხდებოდი ალბათ რა და ვანიშნე თოგზე რომ უკვე უკან უნდა გავეყვანეთ და მე და სოსომ რა ერთად ამოვედით რა წყლიდან და აი იქ მთელი დასახლება იქ იყო საერთოდ აი მუბანში ვიცხოვრო და სულ ყველა იქ იყო რა ისეთი სიტუაცია იყო პანიკა იყო და თოკმა რომ ამ თოკით რომ ამოვედი და ბავშვი მეჭირა ესე ჩახუტებული რა აი თვალები მქონდა დახუჭული უკვე ისე გამიხარდა რომ ამოვიყვანე და გადავარჩინე ბავშვი და სიხარული ვაიმე გადარჩა რაღაც და ანუ მეთქი ერთი წუთი დაწყნადი შიგნით კიდე კაცია თქო რა აი მართლა აღარ ახსოვდათ რომ შიგნით ის იყო რამოდენიმე ადამიანს და ისეთი გათიშული იყო ხალხი რა პანიკის ნამო და წავიდით მეორეთ რა ჩავედით შიგნით ისე ამოვიყვანეთ და ზაზა ისეთ მდგომარეობაში იყო ზაზას ძალიან დიდხანს მოუწია წყალში ყოფნა რომ ამოვიყვანეთ ფეხზე ვერ დადგა რა მართლა ფეხზე ვერ დადგა ისეთ ცუდ დღეში იყო შოკში იყო ვერ ლაპარაკობდა ვერაფერს ვერ ამბობდა რა ну ჩაუტარდა მე პირველად სამედიცინო დახმარება რაღაც სისხლი მოდიოდა რაღაც და ესე გადავარჩინეთ პატარა ბავშვის და ზაზას სიცოცხლე. და თქვენ ხართ ნამდვილი გვირაბი.
ყველაზე მეტად ამ ისტორიის გახსენება ძნელი არის თორნიკესთვის, ხო? მე მინდა ბოდიში მოგიხადო რომ ეს ყველაფერი გაგახსენეთ. უბრალოდ მაინც გონია რომ შენი უფროსი მეგობრების აქციელის შესახებ არ იქნებოდა ცუდი მაყურებელს რომ გაეგო და გვაპატიე, ხო? ხო? და ძალიან გვიხარია რომ დღეს ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პატარა ბიჭი რომელიც გადარჩა. მოდით ცოტა ხნით შევისვენოთ რეკლამის შემდეგ კი ყველაზე იმედიანი ქართული სიმღერის ახალი ვერსია. დღეს ამ სტუდიაში ყველასთვის საყვარელი ძველი სიმღერა ხელახლა დაიბადება. რომარ ცხილაძე და დუეტი ჯორჯია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომლებმაც ძალიან მაგარი სიურპრიზი მოგვიმზადეს. პირველად თქვენ გითხავთ, ბატონო რომა. ეს არის სიმღერა, რომელიც იცის ყველა. თქვენი ჰიტი. მაგრამ დუეტი ჯორჯია ყველას ჰიტი, ხო? ყველას ჰიტი. მას ახლებური ინტერპრეტაციით მღერის. ოღონდ ძალიან დიდი ხნის მანძილზე თქვენ ამ სიმღერას არავის არ აძლევდით. საერთოდ მე პრინციპი მაქვს ესეთი, მე საერთოდ ძალიან ეგოისტი ვარ. მე შინია რომ ის რაც უნდა ითქვას, ის რაღაცა ძალიან ტკივილია თუ სიხარულია თუ განცდა. ძალიან სათუთია ჩემთვის რომ იტყვის კი ის შემსრულებელი და ძალიან ცოტა ვივიმე თუ მღერის ჩემ რამდენი წლისაა ჩვენი სიმღერა? 86-ში დაიბადა, ნუ დაახლოებით ამდენი გამოდის. ბევრის. 25 წლის. და მე მოხდა ის რომ დამირეკეს ამ არაჩვეულებრივ ადამიანებმა ძალიან, რა ვიცი, მე ამაზე ველაპარაკო, ცოტა შორს ავყავს, იმიტომ რომ ასე ითქვა. ჩემმა მსმენელმა ძალიან იცის. თითქოს რაღაცა გულთმისნური ნიჭი აღმოაჩნდათ ამ ადამიანებს და მინდა თქვა რომ ზუსტად იმ როცა მათ შემოთავაზეს მე ეს იდეა რომ ეს რაღაც ახლებურად რატომ დათანხმდით? იმ წუთშივე მე უკვე მესმოდა ეს ვარიანტი. გავიგონე მე და იმ წუთშივე მე დავთანხმდი და მე ბედნიერი ვარ რომ მე არ შემეშალა. წლებით გველი ვარ და ინტუიცია მოგდა იმ. მეც გველი ვარ. ვიცი, მაიო, ვიცი. კითხავ მაშინ. ყველასთვის საყვარელი სიმღერაა. ნამდვილი ჰიტია. 25 წელი ეს სიმღერა არის ჰიტი. მე ვინერვიულებდი სანამ შევთავაზებდი რომას რომ მოდი ჩვენ ვიმღერებთ ამას. თან ახლებური ვერსიაა, ძალიან თანამედროვე და ძალიან საინტერესო. აი მე როგორ დავიწყო? ესე იგი, რომლის იდეა იყო? რატის? ხო, რატის იდეა იყო? მე ამ სიმღერაზე გავიზარდე და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია მოდის და საერთოდ ჩვენს ყოველთვის ისეთ სიმღერებს ვაქცევთ ყურადღებას, როგორც არის აი ესეთი ვარსკვლავები და უფრო რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გადავცეთ ადამიანებს. ხო, თქვენზეა. მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავები ყოველდღიურად არ ჩნდებიან. ადამიანებს გულისხმობ. და რაღაცნაირად ისე რა ვიცი, ძალიან ლამაზი სიმღერაა და ნუ მაგას როგორც ვუთხარი რომ ეს სიმღერა ხო არ გავაკეთოთ, კივილი დაიწყო. იმისათვის ავიღე ტელეფონი, დავურეკე რომას და რომა მიცი რა მითხრა. ვიცოდიო რომ გემოვნება გქონდათ, მაგრამ ასეთი გქონდათ არ ვეცოდი. სხვა ასოდეს ამ სიმღერას აქვს მე აქვე მინდა თქვა არაჩვეულებრივი რუსული ტექსტი, არაჩვეულებრივი და ინგლისური. ანუ ყველა ეძახის მის უსმენს ამ მუსიკას რომ ეს არ არის ქართული. ამ დროს ქართულია. ანუ ეროვნება არ გაჩნია ამ სიმღერას, არც ეროვნება არ გაჩნია და ნებისმიერი მსმენელი, ნებისმიერი კონტინენტის ამ სიმღერას შეიყვარეს ზუსტად ისე, როგორც აი ამ ადამიანმა შეიყვარეს ამ სიყვარულით გაჩუქეს თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ მოდით ყველამ ერთად ნახოთ, როგორ იბადებიან ვარსკვლავები 25 წლის შემდეგ პროფილში. იყო ერთ დროს დედამიწაზე უცოდველი კეთილი ხალხი სავსე
და ყველა ფიქრობდა ქალაქში მხოლოდ იმაზე როგორ ვიყოთო კეთილი სხვაზე ადამიანს მხოლოდ ცოდვები ამძიმეს სიკეთე ხომ სიბნელეშიც ენთება ამიტომ ქალაქის ყველა ბინადარიცაში ვარსკვლავება დაიდაცეს ღმერთებმა ვარსკვლავები ყოველ ღამე შევიან ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ წლებიან მიწაზე თუ ვინმე შესოდავს და სხვის სოდბებს ეწირებიან ქალაქი იყო ერთდროს დედამიწაზე კეთილთა და უცოდველთა სამეფო და ჩვენს მასავით ვიფიქროთ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეზე რომზეც აში ვარსკვლავება ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ წყდებიან მიწაზე თუ ვინმე შესწოდავს და სხვის წოდებს ვარსკვლავები ყოველ ღამე ბენდი ვარსკვლავები მართლაც მე მგონი ყოველ ღამით ჩდებიან თავარია მათი დანახვის უნარი გქონდეს ხუჭაბათამდე